ახალგაზრდული პროექტები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. თემებში შექმნილია საბჭოები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემებს აგვარებენ. თემაზე ვრცლად სასაუბროდ გორთვება ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელი მარტა მოსაშვილი. მარტა, გამარჯობა, მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მარტა, როგორ მუშაობს ახალგაზრდული საბჭო და რა პროექტები გაქვთ? მოგესალმებით, მე ვარ მარტა მოსაშვილი, 18 წლის ლაგოდეხიდან. დავიწყებ იმით, რომ ახალგაზრდული საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ახალგაზრდული საბჭო თემში, რადგან ლაგოდეხის თითქმის ყველა თემში არის ეს საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობენ თავად ახალგაზრდები. საბჭოს ლიდერს ირჩევენ საბჭოს მონაწილეები არჩევნების სახით და შემდეგ მათ მიერ არჩეული ლიდერები მერთან ერთად გეგმავენ სხვადასხვაგვარ აქტივობებს, შეხვედრებს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე ვარ საბჭოს მეორე ლიდერი, ჩემამდე იყო სხვა და ახლა უკვე მიმდინარეობს არჩევნები და მე უნდა გადავაბარო ასე ვთქვათ სხვა ადამიანს. გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ჩართული ვართ თვითონ ლაგოდეხის მეირისა და საკრებულოს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში, შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში. ამას გარდა წელიწადში გვაქვს ერთი პროექტის დაწერისუფლება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ საჭიროებებსა და ინტერესებს მოვარგოთ პროექტი და მერია მას ასე ვთქვათ, კომისია მას შეამოწმებს, გადახედავს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დადასტურებული. დავიწყებ მასშტაბური პროექტებიდან, განვაახლეთ ლაგოდეხის კინოთეატრი, 4 თემი გაერთიანდა და მათი გაერთიანებით განახლდა ლაგოდეხის კინოთეატრის აპარატურა, რის შემდეგაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ კინოთეატრში მოვაწყოთ კინოსესიები, გავუშოროთ სხვადასხვა ჩვენებები და ხშირად გამხდარა ეს კინოთეატრი ეგრეთ წოდებული crowdfunding-ის საშუალებაც. და ამას გარდა საქველმოქმედო ღონისძიების შესატარებელი საშუალებაც. ამას გარდა გვაქვს საქველმოქმედო ღონისძიებები, როგორც უკვე ვახსენე, სხვადასხვა ფესტივალები, მუსიკალური, სახელოვნებო, საზაფხულო ფესტივალი და ასე შემდეგ. ჩემი ლიდერობის პერიოდში განვახორციელებთ ერთობლივი ძალებით პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ახალგაზრდების ინტერესების განვითარებას. გულისხმობდა, რომ ჩავშალო, როგორც იცით, ახალგაზრდების ინტერესები მრავალმხრივია. შეიძლება იყოს ეს ხელოვნება, შეიძლება იყოს ინტელექტუალური და ასე შემდეგ. და ეს პროექტი სწორედ ამას ემსახურებოდა. ჩვენი სურვილი იყო, რომ მერიას გამოეყო თანხა და შეგვეძინა სამაგიდო თამაშები, ფაზლები, სამხატვრო ინვენტარი და ასე შემდეგ, რაც დაგვიდასტურდა, დაგვიმტკიცდა და ძალიან მალე მოხდება ამ პროექტის ჩაბარება. მარტა, რა სამომავლო გეგმები გაქვთ? მიმდინარეობს არჩევნები და როგორც მე, ასევე სხვა ლიდერებმა უნდა გადავაბაროთ სხვა ადამიანს ეს დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა ჩვენი მუშაობა, ჩვენი საბჭოში ყოფნა ამით არ სრულდება და გადავინაცვლებთ უკვე როგორც მონაწილეებად. ახალი საბჭოს ლიდერები გააგრძელებენ საბჭოს წევრებთან ერთად სხვადასხვა პროექტების დაგეგმვას, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო შემეცნებით და გასართობ აქტივობებს. ამ ეტაპზე, რაც ჩვენთვის ცნობილია, გარდა ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებისა, ლაგოდეხის მერიამ გააფორმა მემორანდუმი ერასმუსთან და ლაგოდეხის საბჭოს ახალგაზრდებს შეგვეძლება მონაწილეობა მიიღოთ გათვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც უკვე ვახსენე, მე მაქვს საბჭოში როგორც ლიდერის გამოცდილება, ასევე წევრობის გამოცდილებაც. რომ ვისაუბრო საბჭოს წევრობა რატომ არის კარგი ახალგაზრდებისთვის, შემიძლია ჩამოგითვალოთ არაერთი მიზეზი. თუნდაც იმიტომ, რომ რაღაცად ვსწავლობთ პასუხისმგებლობას. პირველ რიგში, რაც ყველაზე კარგი არის, გვაქვს ცოცხალი ურთიერთობები. ვიცნობთ ძალიან ბევრ ახალ ადამიანს, ვივითარებთ სხვადასხვა უნარებს, ინტერესებს და ეს პასუხისმგებლობა რაღაცნაირად მეტად გვზრდის, იმიტომ რომ თუნდაც როგორც უკვე ვახსენე, პროექტებზე მუშაობა, შემდეგ ამ პროექტების განხორციელება მეტწილად ჩვენზე არის დამოკიდებული. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მერია სულ გვერდში გვიდგას და ძალიან ღია არიან ჩვენს მიმართ და როგორც უკვე ვახსენე, მთლიანად მათი მუშაობა მთლიანად მორგებული არის ჩვენს ინტერესებზე, თუმცა ეს პროექტები და ამის განხორციელების პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენზეა, რაც ძალიან გვზრდის და გვავითარებს. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.